სნეულების შესახებ. შევიგრძნობ სნეულებას როგორც ქრისტეს სიყვარულის გამოვლინებას. ღმერთო ჩემო, შენს სიყვარულს საზღვარი არ აქვს. მადლობ ღმერთს, რომ მრავალი სნეულება მარგუნა. შენიშვნა. წმინდა პორფირის ჰქონდა შემდეგი სნეულებები: მიოკარდის ემფრაგმა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, 12 გოჭა ნაწლავის წყლული, კუჭში ხშირი სისხლდენებით, კატარაქტი, ოპერაციის შემდეგ გამოუღეს ლინზები და დაბრმავდა, ჰერპესი სახეზე, სტაფილოკოკური დერმატიტი ხელზე, საზარდულის თიაქარი, ქრონიკული ბრონქიტი, ჰიპოფიზის ადენომა თავის ქალაზე. სასწაულია როგორ ვცოცხლობ. სხვა მრავალ სნეულებასთან ერთად მაქვს კიდევ კიბო ჰიპოფიზზე. იქ სიმსივნე წარმოიქმნა, რომელიც იზრდება და ოპტიკურ ნერვს აწვება. ამიტომ უკვე ვეღარ ვხედავ. საშინელი ტკივილები მაქვს. ლოცულობ და თან მოთმინებით ვატარებ ქრისტეს ჯვარს. ხედავთ რა მდგომარეობაშია ჩემი ენა. გაზრდილია, აღარ არის უწინდებურად. ესეც თავის კიბოსგან არის გამოწვეული. რაც დრო გავა, უფრო უარესად ვიქნები. კიდევ გაიზრდება და ლაპარაკიც გამიჭირდება. ძალიან მტკივა, ვიტანჯები, მაგრამ ძალიან მშვენიერია ჩემი ავადმყოფობა. შევიგრძნობ მას, როგორც ქრისტეს სიყვარულის გამოვლინებას. ლმობიერება მეუფლება და ღვთის მადლიერი ვარ. ამის მიზეზი ჩემი ცოდვებია. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როდესაც 16 წლის ვიყავი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ ჩემთვის მძიმე ავადმყოფობა მაგალითად კიბო მოევლინა, რათა მტკენოდა მისი სიყვარულისთვის და ამ ტკივილებით მისი სახელი მედიდებინა. დიდხანს ვლოცულობდი ამისთვის, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ ეს ეგოიზმია და ასე ღმერთს ვაიძულებ. ღმერთმა კარგად უწყის რა უნდა ქნას. ასე შევწყვიტე ლოცვა. თუმცა ნახეთ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის შემდეგ მოწყალებით გადმომხედა. ახლა აღარ ვევედრები ღმერთს წაიღოს ის, რაც ვითხოვე. მიხარია, რომ სნეულებები მაქვს, რათა ჩემი ღვთისადმი დიდი სიყვარულის გამო მისი ვნებების თანაზიარი გავხდე. ამით მე უფალი განმსწავლის, რამე თუ რომელი უყვარნ უფალსა სწავლის. ჩემი ავადმყოფობა ღვთის განსაკუთრებული წყალობაა, რომელიც მომიწოდებს, რომ მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და მისი მადლით მეც შეძლო ვუპასუხო ამ სიყვარულს. მაგრამ მე ამის ღირსი არ ვარ. თქვენ მეტყვით, ამდენი საღვთო გამოცხადების შემდეგ განაღირსეული არ ხარ? ეს მე დასასჯელად მექნება, იმიტომ რომ ეს ღვთის მადლისგანაა, არაფერი ჩემი პირადი არ არის. ღმერთმა ბევრი ნიჭი მიბოძა, მაგრამ მე ვერ გამოვეხმაურე ამას. უღირსი აღმოჩნდი, თუმცა წამითაც არ შემიწყვეტი ამ მცდელობა. ალბათ ღმერთი შემეწევა, რომ თავი მივუძღვნა მის სიყვარულს. ამიტომ იმას კი არ ვევედრები ღმერთს, რომ კარგად გამხადოს, არამედ კარგი გამხადოს. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ხედავს ჩემს ტკივილებს. ლოცულობ ჩემი სულისთვის, რომ ღმერთმა ცოდვები მომიტევოს. წამლებს არ ვსვამ, არც გასასინჯად მივდივარ, არც საოპერაციოდ. არც დავთანხმდები ოპერაციაზე, ღმერთს მივანდობ ამის მოგვარებას. ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ უკეთესი გავხდე. ამას ევედრეთ ღმერთს ჩემთვის. ღვთის მადლი მაძლიერებს. ვცდილობ, რომ თავი გავწიო ქრისტესთვის, მივუახლოვდე და შევუერთდე მას. ეს მწადია, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე, ამას სიმდაბლით არ ვამბობ. მაგრამ ხნეობას არ ვკარგავ, შეუპოვრად ვარ, ლოცულობ, რომ ღმერთმა ცოდვები მომიტევოს. ბევრისგან მსმენია, არ შემიძლია ლოცვა. მე ასეთი რამ არ მომსვლია. როდესაც წმინდა მთაზე მოძღვარს ვეურჩე, მხოლოდ იმ დღეს დამემართა ეს. სულ არ მადარდებს რამდენს ვიცოცხლებ და ვიცოცხლებ თუ არა საერთოდ. ეს ღვთის სიყვარულს მივანდე. ხშირად ისე ხდება, რომ მავანს არ სურს სიკვდილზე ფიქრი. ეს იმიტომ, რომ სიცოცხლე სურს. ეს ერთის მხრივ ნიშანია სულის უკვდავებისა. თუმცა, გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსყდეთ, უფლისანი ვართ, რომაელთა ემართ ეპისტოლე მე-14 თავის მერვე მუხლი. სიკვდილი არის ხიდი,
რომელსაც ქრისტესთან მივყავართ. როგორც კი თვალებს დავხუჭავთ, მარადიულობაში გავახელთ. წავდგებით ქრისტეს წინაშე. მომავალ ცხოვრებაში ღვთის მადლს უფრო ცხადად ვიგრძნობთ. იმ აზრმა, რომ უფალს შევხვდებოდი, დიდი სიხარული მომანიჭა. ერთხელ სიკვდილის პირას ვიყავი მისული. შენიშვნა. ეს მოხდა 1993 წელს. როდესაც საავადმყოფოში თვალის ოპერაცია გავიკეთე, საბოლოოდ მაინც დავკარგე თვალი. კორტიზონი გამიკეთეს, რამაც მკვეთრი სისხლდენა გამოიწვია კუჭში. მაშინ მონასტრის მშენებლობა არ იყო დასრულებული. ერთ ფაცხაში ვცხოვრობდი. იმდენად დაოძლურებული ვიყავი, რომ ვერ ვიგებდი დღე იყო თუ ღამე. ლამის სიკვდილს მიუკაკუნე. თუმცა გადავრჩი. ამან ძალიან დამასუსტა. ჭამისმა და დამეკარგა. 3 თვის მანძილზე დღეში 3 კოზი რძით ვარსებობდი. ერთმა თხამ გადამარჩინა. ამ ქვეყნიდან გასვლაზე ფიქრებით ვცხოვრობდი. იმ აზრმა, რომ უფალს შევხვდებოდი, დიდი სიხარული მომანიჭა. შინაგანად აშკარად ვგრძნობდი ღვთის თანამყოფობას. მაშინ უფალმა ერთობ განსაკუთრებული გზით ჩემი გაძლიერება და ნუგეშისცემა ინება. დრო და დრო, როცა ვგრძნობდი, რომ სული ხორცს ეყრებოდა, ცაში ერთ ვარსკვლავს ხედავდი, რომელიც კაშკაშებდა და ირგვლივ სასიამოვნო სხივებს აფრქვევდა. ძალიან კაშკაშა და მშვენიერი ვარსკვლავი იყო. სასიამოვნო ნათელს გამოსცემდა. ფირუზის ფერი ჰქონდა, ღია ცისფერი. ძვირფას ქვას ბრილიანტს გავდა. რამდენჯერაც დავინახავდი, სულ სიხარულითა და ნუგეშით მავსებდა, რადგან ისეთი განცდა მქონდა, რომ ამ ვარსკვლავში იყო მთელი ეკლესია, წმინდა სამება, ღვთისმშობელი, ანგელოზები, წმინდანები. თითქოს იქ იყო ყველა ჩემი შინაური, ყველა ჩემი საყვარელი ადამიანის, ჩემი ბერების სულები. ღრმად მწამდა, რომ როცა ამ ქვეყნიდან წავიდოდი, მეც იმ ვარსკვლავზე მივიდოდი. არა ჩემი სათნოებების დამსახურებით, არამედ ღვთის სიყვარულის გამო. მინდოდა მერწმუნა, რომ ეს ვარსკვლავი ღმერთმა მისი ჩემდამი სიყვარულის გამო გამომიჩინა, რათა ჩემთვის ეთქვა, გელოდები. არ მინდოდა სატანჯველზე, საზვერეებზე მეფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცოდვა მქონდა, არ მინდოდა მათზე ფიქრი, გვერდზე გადავდე ისინი. მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულზე ვფიქრობდი და მიხაროდა. ღმერთს ვევედრებოდი, ღმერთო ჩემო, შენი სიყვარულისთვის, დაე მეც იმ ვარსკვლავზე ვიყო, ხოლო თუ ჩემი ცოდვების გამო სატანჯველში უნდა წავიდე, შენმა სიყვარულმა დაე იქ განმაწესო, სადაც სურს. თავარია, რომ შენთან ერთად ვიყო. ამდენი წლები ქრისტეს სიყვარულით ვცხოვრობდი წმინდა მთის უდაბნოში. ვეუბნებოდი საკუთარ თავს. თუ ზეცაში წახვალ და ღმერთი გეტყვის, მოყვასო, ვით არ შემოხვედ აქა, რამე თუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე. მათეს სახარება 22:12 მოხლი. რა გინდა აქ? მე ვუპასუხებ, რასაც შენ ინებებ უფალო, რასაც შენი სიყვარული ინებებს, სადაც შენ სიყვარულს სურს, დაე იქ განმაწესოს. შენ სიყვარულს ვბარდები. თუ გინდა რომ სატანჯველში გამიშვა, გამიშვი. თავარია რომ შენი სიყვარული არ დავკარგო. საკუთარი ცოდვილობის განცდა მქონდა, ამიტომ შინაგანად გამოდმებით ვამბობდი. წმინდა სვიმეო ახალი ღვთისმეტყველის ლოცვას. უწყი მაცხვარო, რამ თუ სხვა მან არავინ შეგწოდა ვით არცა მე, არც აქმნა საქმე, რომელ მევქმენ. არამედ ესე უწყი ვით არმედ, არცა სიდიდე შეცოდებათა, არცა ცოდვათა სიმრავლე, აღემატების ღმრთისა ჩემისა მრავალ სასურგრძელებასა და კაცთმოყვარებასა. ის რაც ლოცვაში წერია, კაცობრივი სიტყვები როდია. ჩვენ არ ძალგვიც მოვიფიქროთ და გამოვთქვათ ასეთი სიტყვები. ეს წმინდანებმა დაწერეს, მაგრამ ის რაც წმინდანებმა დაწერეს, უნდა შეითვისოს, შეიგრძნოს და ღრმად განიცადოს ჩვენმა სულმა. ძალიან მომწონს ამ ლოცვის სხვა მონაკვეთიც. არა დაგეფარვის შენ, ღმერთო ჩემო, შემოქმედო ჩემო, მხსნელო ჩემო, არცაც ვარნიც შემთანი, არცაც ვართა ნაწილი რაიმე, რომელნი არა მექმნეს მე. იხილეს თვალთა შენთა და წიგნსა შენსა ყოველივე შთაიწერნეს. იხილეს იმდაბლე ჩემი, იხილეს შრომაი ჩემი რაოდენ და ცოდვანი ყოველი მომიტევენ მე, ღმერთო.
მთელი გულითა და სულით ამ ლოცვას ვიმეორებდი განუწყვეტლივ, რათა ამ გულის რახვებით გავსულიყავი ამ ქვეყნიდან. რაც მეტად ვიმეორებდი ამას, ის ვარსკვლავი, ჩემი ნუგეში, მით უფრო ხშირად ჩნდებოდა იმ უკიდეგანო სივრცეში. მთელი ეს დღეები, რაც ტკივილები მქონდა, ვარსკვლავი სულ მოდიოდა და როცა მოდიოდა, ჩემი სული სიხარულისაგან დაფრინავდა და გუნებაში ვამბობდი. ჩემი ვარსკვლავი მოვიდა. თითქოს მიზიდავდა, რომ მასთან წავსულიყავი. მისი დანახვა დიდ სიხარულს მგვრიდა. როგორც გითხარით, არ მინდოდა ცოდვებზე მეფიქრა, რადგან ასეთი ფიქრები ამ საიდუმლოს დამაშორებდა. მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი, რომ ვარსკვლავი ცარიელი იყო და არ კაშკაშებდა. მივხვდი, რომ ეს ბოროტისაგან იყო. მე მაშინვე უგულებელ ვყავი ის. სხვაგან მივმართე ყურადღება. ჩემს დას რაღაც საქმეზე დავუწყე საუბარი. ცოტა ხანში დავინახე, რომ ისევ ბრწყინვალედ კაშკაშებდა. ისევ დამიბრუნდა შინაგანი სიხარულის განცდა, თანაც უფრო მკვეთრად. მთელი ეს პერიოდი, მთელ სხეულში საშინელი ტკივილები მქონდა. სხვებს ეგონათ, რომ მკვდებოდი. მე ღვთის სიყვარულს ვიყავი მინდობილი. არ ვთხოვდი, რომ ტკივილებისაგან გავეთავისუფლებინე. მხოლოდ და მხოლოდ შეწყალება მსურდა. ღმერთზე ვიყავი მინდობილი და ველოდებოდი, რომ მის მადლს ემოქმედა. სიკვდილის არ მეშინოდა, რადგან მწამდა, რომ ქრისტესთან წავიდოდი. როგორც გითხარით, განუწყვეტლივ წმინდა სვიმეონის ლოცვას ვამბობდი, მაგრამ არა ანგარებით, არა იმისთვის, რომ ჯანმრთელობა მოეცა ჩემთვის. ლოცვის სიტყვებს სათითაოდ და მკაფიოდ განვისდიდი. სნეულების დროს საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იღვაწოს საღვთო მადლის მოსახვეჭად. თუ სნეულებებს უდრუტვინველად დავითმენთ და უფალს განვადიდებთ, ვითხოვთ რა მისგან შეწყალებას, დიდ სარგებელს მივიღებთ. როდესაც ავად ვხვდებით, საქმე ის კი არ არის, რომ წამალი არ დავლიოთ, ან წავიდეთ და წმინდა ნექტარის მიმართ ვილოცოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს სხვა საიდუმლოც. ვიღვაწოთ, რათა საღვთო მადლი მოვიხვეჭოთ. ამაშია საიდუმლო. დანარჩენს, ანუ როგორ მივენდოთ ქრისტეს, მადლი გვასწავლის. ამრიგად ჩვენ უგულებელ ყოფთ ავადმყოფობას, არ ვფიქრობთ მასზე, ფიქრობთ მხოლოდ ქრისტეზე, ფაქიზად, შეუმჩნევლად, უანგაროდ და ღმერთიც სასწაულს მოახდენს სარგებლად ჩვენი სულებისა. როგორც წირვის დროს ვამბობთ და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ. დიდი და მცირე კვერექსების ბოლო მოხლი. მაგრამ უნდა გვინდოდეს ავადმყოფობის უგულებელყოფა. თუ არ გვინდა, რთულია, არ ძალგვიც თქვათ, მე მას უგულებელყოფ და ასე, მაშინ როცა გგონია, რომ უგულებელყოფთ სნეულებას და მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, სინამდვილეში ჩვენ სულ ამაზე ვფიქრობთ. არ გვაქვს შინაგანი სიმშვიდე და ვშფოთავთ. ახლავე დაგიმტკიცებთ ამას. ჩვენ ვამბობთ, ჯერა რომ ღმერთი განმკურნავს. წამალს არ დავლევ, მთელ ღამეს მღვიძარებაში გავატარებ და ღმერთს შეწენას შევთხოვ ამ საქმეში. ღმერთი აუცილებლად შეისმენს შენს ვედრებას. მთელი ღამე ვლოცულობთ, ვთხოვთ ვევედრებით, ვღაღადებთ, ვაიძულებთ ღმერთს და ყველა წმინდანს, რომ კარგად გაგხადონ. მთელი დღე და ღამე ვაიძულებთ, აქეთ-იქით ვაწყდებით. განა ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელი არაა, რომ არ გვაქვს უგულებელყოფილი ავადმყოფობა. რაც მეტად ვიჩემებთ და ვაიძულებთ ღმერთს და წმინდანებს, რომ კარგად გავხდეთ, უფრო მეტად განვისდით ავადმყოფობას. რამდენადაც მის მოშორებას ვცდილობთ, იმდენად გვამძიმებს. ამიტომ არაფერი გამოდის. ჩვენ კი ისეთი შთაბეჭდილება გვაქვს, რომ უფალი უსათუოდ სასწაულს მოახდენს. თუმცა სინამდვილეში ჩვენ არ გვწამს ამისი და ვერ ვიკურნებით. ლოცულობთ, წამალს არ ვსვამთ, მაგრამ არ გვაქვს სიმშვიდე და სასწაულიც არ ხდება. შენ იტყვი, კი, მაგრამ მე ხომ წამალი არ დავლიე, როგორ არ მწამს? მიუხედავად ამისა, გული სიღრმეში გვეეჭვება, შიშობთ და ვფიქრობთ, ნეტავ გამოვა რამე? მაშინ, როცა სახარება გვეუბნება. უკვე თუ გაქუნდეს სარწმუნოებაი და არა შეურგულდეთ, არა ხოლო ლეღვისაი ამის ყოთ, არამედ რქვათ თუ მთასა ამას, აღიფხვერ ამიერ და შთავარდი ზღვასა. იყოს ეგრე. მათეს სახარება 21 თავის 21 მოხლი.
როდესაც ჩვენი რწმენა ნამდვილია, გინდდალიე წამალი, გინდარა, მაინც იმოქმედებს. ექიმებისა და წამლების მიღმა ღმერთი მოქმედებს. ზირაქის სიბრძნე ამბობს. თავუყავ მკურნალსა სახმარებისა მისისათვის, რამე თუ იგიცა უფალმანვე დაჰბადა. რამე თუ ღმერთმან დაჰბადა წამალი ქვეყანისაგან კურნებისაი და კაცსა გონიერსა არა ეწყინებინ იგი. და მკურნალსაცა ეც ადგილ, რამე თუ იგიცა ღმერთმანვე შექმნა. და ნუ განგეშორებინ შენ იგი, რამე თუ სახმარარს იგი შენდა. სიბრძნე ზირაქისა 38 თავის 1-12 მუხლები. საიდუმლოს მთელი არსი არის რწმენა. რწმენა განუსჯელი ფაქიზი, უბრალო და წრფელი. სახიერებით და განმარტებულითა გულითა. ეს არ არის იძულების საკითხი. იძულება, ეს სიტყვა უსიამოვნოდ ჟღერს. შეიძლება ჰქონდეს ფაკირს. გვწამდეს რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ და სურს რომ მისნი ვიყოთ. ამიტომაც უშვებს ჩვენზე სნეულებებს, სანამ არ მივენდობით და ჩავბარდებით მას. შევიყვაროთ ქრისტე და ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება. ღმერთს იმიტომ კი ნუ შევიყვარებთ, რომ მისგან სამაგიერო, მაგალითად ჯანმრთელობა მივიღოთ. არამედ შევიყვაროთ იგი წადიერებით, მადლიერების გამო, ისე რომ არ ვიფიქრებთ არაფერზე, საღვთო სიყვარულის გარდა. ნურც მიზანდასახულად ვილოცებთ და ნუ ვეტყვით ღმერთს, განკურნე ესა და ეს ადამიანი, რათა დაგიახლოვდეს. არასწორია, როცა ღმერთს მითითებებს ვაძლევთ. როგორ ვუთხრათ ღმერთს, ღმერთო, კარგად გამხადე. მას, ვინც ყველაფერი უწყის, ჩვენ რა უნდა ვასწავლოთ. ჩვენ ვილოცებთ, მაგრამ შეიძლება ღმერთს არ სურდეს ჩვენი ლოცვის შესმენა. დიდი ხნის წინ ერთმა კაცმა მკითხა. როდის გავხდები კარგად? მისმინე, თუ შენ დაჟინებით იტყვი, როდის გავხდები კარგად, ვერასდროს ვერ განიკურნები. არასწორია ღმერთს ასეთ რამეებს ევედრო. შენ შფოთით ევედრები ღმერთს, რომ სნეულება მოგაშოროს, მაგრამ სნეულება უფრო მეტად გბოჭავს და გეუფლება. ჩვენ არ უნდა ვევედროთ ღმერთს და არც უნდა ვილოცოთ ამისთვის. ის შეშინდა და თქვა, მაშ არ ვილოცო? ცხადია, უნდა ილოცო და თანაც ბევრი, მაგრამ იმისთვის, რომ ღმერთმა ცოდვები მოგიტევოს, ძალა მოგცეს, რომ შეიყვარო იგი და თავი მიოძღვნა მას. რადგან რაც მეტად ითხოვ, რომ სნეულება მოგშორდეს, ის უფრო მეტად გეკვრის, გბოჭავს და აღარ გშორდება. რა თქმა უნდა, თუ როგორც ადამიანი იგრძნობ შინაგან სისუსტეს და გაგიჭირდება, მაშინ დაბლადევედრე უფალს, რომ განგკურნოს. რწმენით მივენდოთ ღვთის სიყვარულს. როცა ღმერთს ვანდობთ თავს, მაშინ ჩვენი სულიერი ორგანიზმი მშვიდდება, რის შედეგადაც ყველა ორგანო და ყველა ჯირკვალი ბუნებრივად ფუნქციონირებს. ყველაფერი გავლენის ქვეშ ექცევა. კარგად ხვდებით და აღარ ვიტანჯებით. კიბოც რომ გქონდეს, თუ ამას ღმერთს მივანდობთ და ჩვენი სული დამშვიდდება. შესაძლოა ღვთის მადლმა იმოქმედოს ამ სიმშვიდით და კიბოსგანაც და ყველაფრისგან გავიკურნოთ. ცნობისათვის რომ იცოდეთ, კუჭის წყლულიც ნევროზისაგან წარმოიქმნება. ითრგუნება რა სიმპათიკური სისტემა, იკუმშება, ევნება და ასე წარმოიშობა წყლული. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, სულ დაძაბულობა, სულ მწუხარება, სულ დარდი და შფოთი. ჰოპ, წყლული. წყლული ან კიბო, გააჩნია. როდესაც ჩვენ სულში არეულობაა, ეს გავლენას ახდენს სხეულზე და ჯანმრთელობა გვერყევა. ყველაზე სრულყოფილი რამ იქნება, არ ვილოცოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იმისთვის კი არ ვილოცოთ, რომ კარგად გავხდეთ, არამედ იმისთვის, რომ კარგები გავხდეთ. მეც ამას ვუსურვებ საკუთარ თავს. გაიგეთ? კარგები არა იმ გაგებით, რომ გავხდეთ ასეთი და ასეთი, ამას და ამას მივაღწიოთ. არამედ მოვიპოვოთ საღვთო მოშურნეობა. მივენდოთ ღვთის სიყვარულს. უფრო მეტად ჩვენი სულისთვის ვილოცოთ. ჩვენი სული კი ყველა ჩვენს თანამოძმესა და ქრისტეს მიერ ძმებთან ერთად უნდა შევიგრძნოთ ეკლესიის წიაღში, რომლის თავი არის ქრისტე. მეც აღვაპყრობ ხელებს და ყველასთვის ვლოცულობ. როდესაც ვეზიარები, ბარძიმის წინ ვხსნი ჩემს სულს, რათა უფალი მიიღოს. თავს დაბლა ვხრი და ვლოცულობ თითოეული თქვენგანისათვის, მთელი ეკლესიისთვის. თქვენც ასე გააკეთეთ.
მიხვდით? ნუ ილოცებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნუ იტყვით, უფალო, კარგად გამხადე. არა. არამედ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უანგაროდ, სიყვარულით, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. უფალო, რასაც შენი სიყვარული ინებებს. ამ იერიდან მხოლოდ ასე იღვაწეთ. გეყვარებათ რა ქრისტე და თქვენი მოყვასი. შეიყვარეთ ქრისტე, გახდით წმინდანები. მხოლოდ ქრისტესთან მეგობრობას დაეშურეთ. მხოლოდ მის სიყვარულთან, საღვთო ტრფიალებასთან. განაჩემს შემთხვევაშიც, გრძნობ რა ამ მოშურნეობას, ამ თავდადებას, ასე არ ხდება? მიუხედავად იმისა, რომ სხეული თითქმის დამილპა, არ ვეპუები ავადმყოფობას, არც კიბოს. ჩემთვის არ შეიძლება საუბარი, მაგრამ ჩემი თქვენ დამი და მთელი ქვეყნისადმი სიყვარული დუმბილის ნებას არ მაძლევს. როცა ვლაპარაკობ, ფილტვები ჟანგბადის გარეშე რჩება და ძალიან ცუდია, რადგან ეს გულს ვნებს. რაღაც ინფარქტზე უარესი დამემართა. თუმცა ვცოცხლობ. განა ეს ღვთის ჩარევა არ არის? დიახ, და მეც ვემორჩილები ღვთის ნებას, სნეულებას. უდრტვინველად ვითმენ და საკუთარ თავზე ვარ აღშფოთებული, რადგან არავინ არ წმინდა მწიკვლისაგან. იობი მე-14 ცუდად ვარ, მოუძლურდა ჩემი სულიც. ვეუბნები ერთ მეუდაბნოეს, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს. ილოცე ჩემთვის. მე შემიყვარხარ, შენ შემიყვარე და შემიბრალე. ილოცე ჩემთვის, რათა ღმერთმა შემიწყალოს. შენ თავად ილოცე, მიპასუხა მან. მე უკვე მოუძლურდი, აღარ ძამიც იმის გაკეთება, რასაც წლების მანძილზე ვაკეთებდი. როგორ წერია ტროპარში? გონება მწარედ წყულარს ხორცნი დახსნილ და განკაფულ, სნეულარს სული, მოოძლურებულ სიტყვა. წარწირულარს ცხოვრება და სიკვდილი კართაზედა. ვინაცა უბადრუ კოსულო, რაიმე ჰყო, ოდეს მოვიდეს მსაჯული დიდი, გასჯად შენდა. ჩემზე ანათქვამი ეს ტროპარი, მასში ჩემ თავს ვხედავ. ჩემთვის ვფიქრობ, ესა და ეს რომ არ გამეკეთებინა, ახლად კივლები არ მექნებოდა. ქრისტესთან უფრო ახლოს ვიქნებოდი. ჩემს თავზე ვამბობ, ასეთი დაუფიქრებელი რომ ვარ. თუ გინდათ რომ ჯანმრთელად იყოთ და იცოცხლოთ მრავალი წელი, ისმინეთ, რას ამბობს სოლომონ ბრძენი. დასაბამი სიბრძნისაი, არ შიში უფლისაი და ზრახვაი წმინდათაი გონიერებაი. ხოლო ცნობა ისჯულისა გონებისაგან არს კეთილისა. რამე თუ ამით სახითა მრავალ ჟამს ცხონდე და შეგეძინენ წელნი ცხოვრებისა შენისანი. იგავნი სოლომონისნი მე-11 აი საიდუმლო. მოვიხვეჭოთ ეს სიბრძნე, ეს ცოდნა და მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. ყველაფერი მოგვარდება და ვიცხოვრებთ სიხარულით და ჯანმრთელად. ამინ.